20-მთებერვალს აფხაზთა კრების ორგანიზაციების ინიციატივით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვის და განსახლების სამინისტროსთან დაღესტნელი უფლებადამცველის მიკაილ კადიევის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ. როგორც მისი მონაწილეები აცხადებდნენ, კადიევი იდევნება რუსეთის ხელისუფლების მიერ თავისუფალი აზრის, მრწამსისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო. აქციის მონაწილეები კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და თავშესაფარს ითხოვდნენ. საქმე ეხება დაღესტნელი უფლებადამცველის მიკაილ კადიევის საქმეს, რომელსაც ლტოლვილთა სამინისტრომ მეორეჯერ უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსზე და შესაბამისად გაწირა ის რუსეთისათვის გადასაცემად. საქმე ეხლა სასამართლოშია, პირველად ქართულმა საზოგადოებამ მიკაილ კადიევი დაიცვა, ჩვენ შევძელით სასამართლოს მეშვეობით გაგვეუქმებინა პირველი უარი, ეხლაც ჩვენ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული საზოგადოების, იმიტომ რომ მხოლოდ კაბინეტებში, მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არ გადაწყდება კადიევის სასარგებლოდ. Там одна причина и больше причин нету, да, потому что... იმ მიზეზით არ მაძლევენ სტატუსს, რომ კრემლიდან მოდის ბრძანება არ მისცეთო. შეხვედრები აბაშიძესთან და კარასინთან ტარდება და იქ ხდება მოლაპარაკება. სუბარი ვერაფერს წყვეტს. როგორ უნდა მოახდინოს ჩემი ექსტრადაცია, როცა ყველა საბუთი მოვიტანე და სამართალი არ დამირღვევია. სამინისტროში აქციის მონაწილეებს იმ დღესვე უპასუხეს. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოს წარმომადგენლობის სამსახურში აცხადებენ, დაღესტნელ უფლებადამცველის საქმეში დევნის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც მას ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა. ახლა კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. 2013 წელს მოგმართა მიკაილ კადიევმა მისთვის ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისი ეს განცხადება შესწავლილი იქნა სამინისტროს მიერ და რამდენადაც ვერ იქნა აღმოჩენილი და დადასტურებული მასთან მიმართებით კონვენციით გათვალისწინებული დევნის გარემოებები, მას უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე, შესაბამისად მის მიერ ეს გასაჩივრდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საბოლოო ჯამში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაგვევალა, რომ ჩვენ რაღაც გარკვეული გარემოებები მასთან მიმართებით ხელახლა შეგვესწავლა და დამატებით გამოგვეკვлия. ეს მითითებებიც სასამართლოში შესრულდა ჩვენს მიერ, მაგრამ ამ მეორე ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც მასთან მიმართებით იმგვარი დევნის და შევიწროების ფაქტი მისი წარმოშობის ქვეყანაში, რაც შესაძლებელს გახდიდა მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, არ დადასტურდა. დღეის მდგომარეობით ამ საკითხის ხელახლა განხილვა სამინისტრო ვერ დაუბრუნდება, რამდენადაც საქმე სასამართლო განხილვაშია. სასამართლო განხილვის შემდეგ ვიმოქმედებთ გადაწყვეტილების შესაბამისად. ამჯერადაც აფხაზთა კრებამ ტრადიციას არ უღალატა და მისი თავდასხმის ობიექტი კვლავ აფხაზეთის მთავრობა და როგორც ისინი მოიხსენიებენ, აფხაზეთის ტელევიზია გახდა. აბსურდულია ის სიცრუე, რითაც ვაი ოპონენტები გვიპირისპირდებიან. მართულს გვიწოდებენ, ისინი კი აქციას სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ატარებენ, რომლის წარმომადგენლებმაც 2007 წელს აფხაზეთის ტელევიზიის ლიკვიდაციას მხარი დაუჭირეს. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თბილისში მოქმედ დევნილ ტელევიზიას, რომლის არსებობასაც უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. არა, იქნებ მითხრა, რამის მითხრა კონსულები. რამის მითხრა დღეს მოსული. არა. გამარჯობა. 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 მინდი შენ უთხარი, მე ცუდი რესპონდენტი ვარ, აი. არა. მიზანი დღევანდელი შეკვდების რატო ხარ? კადიევი არ გადავსეთ რუსეთს, ვაპროტესტებთ ამას.